მშვიდობის მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. აი ამ არაჩვეულებრივ დღეს მე მინდა გამცნოთ, რომ იწყება ყველაზე სასაცილო, ყველაზე გასართობი გადაცემა ანეკდოტების შოუ. მოკლედ დღეს 29 დეკემბერია, სულ ცოტა დარჩა ახალ 2025 წლამდე და ბევრი ფიქრი არც დამჭირდა, როგორ გავაცილოთ ეს წელი, როგორ და თუ არა ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი პროფესიონალები, მოკლედ ბევრი საუბრის გარეშე სტუდიაში მინდა მოვიწვიო ნიჭიერი ხალხი, პირველ რიგში ჩემი მეგობრები, უმცროსები, უფროსები, მოკლედ ვისთანაც ერთადაც გავატარეთ თითქმის ჩემი შეგნებული ცხოვრება. აქედან გახლავთ, მოკლედ დეტალებზე რო შემოვლენ, თვითონ მიხვდებით. მიხო და მაროს თქვენთვის საყვარელი სერიალის მსახიობები მინდა მოვიწვიო სტუდიაში, გთხოვთ? გეგე სულხანიშვილი, ჩემო ძვირფასებო, დამდეგს გილოცა, ქიშვარდას ბიჭი, ჩვენი უძვირფასესი და არაჩვეულო ჩემო ძმაო, ჩემი ძმა, ბეგალა, ყველასთვის საყვარელი, ჩემი რატი ტვირდიანი, დაბრძანდით. ესე იგი, ბიჭებო, ასე იყო თუ ისე იყო, ეს 2024-იც უნდა გავაცილოთ სულ რაღაც 2 დღეში. ამიტომ როგორც ჩვენი წინაპარი იყო და მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის, იმიტომ რომ აქამდე მოვედით და პირში სული გვიდგას. ყველაფერს თავის წესი და რიგი აქვს. სირთულეებიც იყო, რაღაცა გულისტკენებიც იყო, ბევრი სიხარულებიც იყო, მაგრამ თავარი რომ ცხოვრება გრძელდება და ღმერთმა დიდხანს გააცოცხლოთ და დამდეგს გილოცავთ ბედნიერები, ჯანმრთელები და რაც თავარია, თქვენი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი არის ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი სერიალი მიხო და მარო და მისი გმირები და ეს სერიალიც მინდა ვამცნო ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს, რომ 2025-შიც უკვე მესამე სეზონს იხილავენ პარასკევს, შაბათს და კვირას. იმდენად მოთხოვნადები. წარმატებებით სერიალი. გეგა, ჩემთან ნაყოფი ხარ ანეკდოტებში. გეგე თავისთავად ქიშვარდას ბიჭი რატიც. მოკლედ დაიწყე, გეგე და მივყვეთ რა, ეხა ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. აი ესე რა თავისუფლად რაც გინდათ გემრიელად მოყევით. აბა გეგე გისმენთ. რატო გეგე ანეკდოტები დიდისა თუ რატო გეგე? არა ისი რა შენ მაინც უფროსი კაცი ხარ, აქედან დავიწყოთ. გვიყვარხარ და თან ეხა ამ საქმის სპეციალისტი ხარ ეხლა რა. აც მართალია. სანამ შემოვიდოდი ჯერ იქ მოგვიგო უკვე რა. უკვე სუხოი წავაგეთ და ეხლა აქ რამე არ არის ფენა. არა რაც გინდა. ცენზურა რამე თუ გვაქვს. ახლა მოგინდას დილობა. თელი წელი ერთ ამბავში იყავი და წლის ბოლოს რატო გახდი ასე? ახალი წელია და ცოტა მეუხერხულებ. პირიქით უნდა შევხვდე დედის უნავდე. აბა წავიდა. მიხამი მიიწეს კასტინგზე. რო შევიდა თქვენი დადებითი მხარე რა არისო თქვენი და კიდია ყველაფერი. გადახედეს ერთმანეთს და ის წაბზანდითო და დაგირეკავთ. აი ჩემ ვარ დამირეკავ. კარგია, კარგი, მშვენიერი. აბა, ბეგავ. ჩემი ჯერია. კარგი, მაშინ რაღაცა ჩვენ სერიალზე ხო რაღაცა. კახურზე მოყვა, მე მოგეჯისთან გადავალ მაშინ და მეგრულს მოყვა. კი ბატონო, მიდი ოქრო. მოგელი. მოგე ხა პახმელიას დროები მოდის რა, ახალი წელიც მოდის და ავტოსადგურში, ზუგდიდის ავტოსადგურში ხდება რა. შევა რა, კაროჩე, ტიპი შევა რუსია რა, იქ რაღაცა თუ რა, აი იქ რაცხოვრებია, გახეთ ქვაზია, თავის მაყუთი არა აქვს რა, რა ქნას რა. პახმელია. პახმელიაზია, მაყუთი არა აქვს და ბაკალს მოიპარავს რა და ჩააფსავს და ბუს ჩააგდებს რა. და მივა გამყიდვებთან რა შოეთ რაკენიო ესო ბუზიანი მომეციო არ გწვენიაო კაცო არ გწვენია რა არის ესო და აუ ბოდიშიო ეხლა იქ აირეოდა ხალხი და რა იცის ეხლა ამან ფსელია ამოიღეს ბუზი გადააგდეს დახლის ქვეშ შედო რა ნუ გააგრძელა ვაჭრობა ამას პივა მიცა წავიდა შემოვიდა მოგედი ჩამომიხსერდი პივა ეუნება ამ გამყიდვებს და ნუ ეხლა ამა ხوارზე ამოიღო ეს და დაუდო მიდი ახლა და აიღო აბა გადახედე შენ ერთი
რიანი პერაშკის გეკნება დამაყოლები გემარება. ტენტავ. კარგი, აბა, იშვარდას ბიჭო. მოგლეთ ერთ კაც უთხრე რა. იანი მოწესრიგებული კაცია და ძმაკაცებმა უთხრე ბიჭო შენ რომ მივლინებაში მიდიხარ ხოლმეო. ეგე შენი ცოლი ღალატობს. თქვენ რა იცითო და აი როგორც კი თვალ მიეფარებიო, ეგრევე გამაიპრანჭება და აემა და ამ რესტორანში მიდის მთელი ღამე იქ არის ძმაო. კარგიო. ერთხელაც ცოლ გამოუცხადა წავედი მე მივლინებაშიო. და არ წავიდა, იქვე ჩაუსაფრდა. ეს ხალი მართლაც გამაიპრანჭა და დაადო თავი მივიდა იმ რესტორანში. დაჯდა ტაქსზე ესა და მძღოლს უთხრა მივიდა იქა და აი ეგეთი და ეგეთი ხალია შიგნითო ჩემი ცოლიო რა. მიდი გამაიყვანე მაგას უნდა გამწარებულია ძალიან. თუ გაიხედა და ეს კაცი ვიღაცა ქალქეჩოთი მაათრევს. გამოდი შენი და რა პამჩურები ხალი მოეყავ გახსნა გარები შამალ. შეხედა ბიჭო რა საჩურებიო კაცო ეს ჩემი ცოლი არ არის. ეს ჩემია შენსაზე ეხლა შავპრიალდები. კარგია, რატი? მოკლედ ერთ კაცს ყავს ძალიან სუქანი ცოლი რა. ხოდა ერთ დღეს დაბრუნდა ეს ცოლი სახლში და ქმარს ეუბნება რომ კარგი ამბავი მოვიტანე შენთანო და რა არისო და მოკლედ ორი ვარიანტი მითხრესო რომ გავხდეო რა წონაში დავიკლოო რა და აბა პირველი რა არისო და აქედანო ანუ თბილისიდანო ბათუმამდე უნდა ჩახვიდე ფეხითო ერთი დღე ბათუმში უნდა დაისვენო და ფეხით უნდა ჩამოხვიდეო ქმარი ონა მოიცა კაცო გიჟი ხო არა ხარო რა ჩაგიყვანს და რა ჩამოგიყვანსო ბათუმში ფეხით მიდი მეორე რა არისო და მეორე არისო დღეშიო 5 ჯერ სექსიო მიდი თუ ხალი ხარ ბათუმში დააწექი სადაბგარ ბაგის დავი დააწექი ბათუმშიო კარგია მიხას და უნდა და რამია რა და მარო გავამიტანე ვინო და ვიმეო რასამბობო ექიმა თქვა რომ ხამეო ღვინის დალევა კუჭისთვის ძალიან სულია ძალიან ქალო გამამიტანე კუჭო რა ჩემი ბილეთო ღამე სათიგმრე ფამა აბა ბიჭებო ჰე არაფ საყავს ჟურნალისტს ეკითხება რამდენი ცოლი ყავთო და 364-ო გაუკვირდა და იმარაო 365 მოგეყვანათო და ბარემ ყოველ დღეო ერთ-ერთად და იმარა ბუზებში არ წავიდეო ესაო შვილო ის მაიყვანო ეხლა ცოლთან დაკავშირებით მე ხო არიგებს თავი შვილ ჭკუაზე რა დამიჯერეო შვილო ლამაც ხალი არ მაიყვანო ცოლათო რომ შეიძლება რომ მიგატოვოსო რა ბალღი უყურებს და მაგრე შეიძლება რომ მახინჯმაც მიმატოვო მიგატოვო მოდიათ ედის საგან დაგწყდება ამარა სტუდენტები არიან კახელი და გურული რა ხოდა კახელი დაპატიჟებს გურულს რთველზე კახეთში ეხლა თქვენ შევზეკარათ მოგეხსენებათ კახეთში რთველი არის ზეიმია დღესასწაულია და მოგრეთ ამ გურულ კაცს გურულ სტუმარს ხაშლამა მწვადი დედასპური მაგარი პორმარი მწვადობა მიდის და კაი რთველი არის მოკლედ რა გავიდა ერთი კვირა და ეხლა ეს გურული ეპატიჟება კახელს გურიაში რა რთველზე ჩავიდა ეს კახელი და დალიეს საღამოს კაი მჭადი წიწილა რამე რომე იქეთური აქეთური და მოგე დილით არის პახმელიაზე რა კახელი რა ეზარება ადგომა რა მივიდა ეს გურული და ეუნება რომ წამოდი ხარ თვეში წავიდეთო კაცო არა და არ უნდა ეხლა მას ასვა მაგრამ უნდა ადგეს და წამოვიდეს რა თვეში და დაიბანა პირი გამოვიდა ეზოში და ეს კახელი ეუნება გურულსო ვენახიო სადა გაქვთ შორსა გაქვთო და არა კაცო აგერა მაქვს ეზოში ბიჭო აქ ვაზი არ არისო და საიდანო აქ რა აიხედე ხეზეო და იზაბელა არის ხეზე ასული რა ყურძნის ჯიში და კი ბატონო ბიჭო ესო როგორ უნდა დავკრიფოთო რა კახელი ეონება თან პახმელი არის მაგარი როგორ და მე და შენ ავიდეთო ხეზეო რა და დავკრიფოთო და გიდერითო ჩამოუშვეთო ქვემოთო რა მოიცადეო მე გეტყვი ახლა შენ ჭკვიანურსო ხერხი თუ გაქვს სახშიო კიო მოიტანეო ეს ხეო წავჭრა თუ ესე ძირშიო დავაწინოთო და ადგილზე დავკრიფოთო რა და ბიჭო ეხლა რო დავკრიფოთო მე გაიცათო შენ ახლა მოჭერი და გაიცათ აქ ჩამავსველი ის კარგია კარგია მიხა გამოვიდა აბაძანიდან შიშველი და სანკეში იყურება რა და დახედა თავის საოხრეს და აეჰო
2 სანტიმეტრი დიდი რომ მქონდესო, მეფე ვიქნებოდი, მეფეო. მაგრამ გაიარა და 2 სანტიმეტრი პატარა მქონდეს, დედოფალი იქნებოდი. აი, მიდი მოყევი. კარგი, ესე იგი რა მოვი. იმისი არ იყოს ხო ისი აღარ მინდა ვთქვა. კაი, მიდი. არაშო. აუ ძველი ანეკდოტები მაქსება სულ რა. ისტორიები შეგიძლია. ო რა, კაროჩე იმერელმა თუ რა, იმერელი გათხოვდა რა, გოგო კახეთში რა და იმ შობიარა ეხა თელავის სამშობიაროში და ჩალაგა ესა რა ქვია რაღაცეები სურსაცანოვაგე წავიდა რა სანახავად რა ჩავიდა თელავში გაჩერებაზეა ჩამოვიდა ავტოსადგურიდან და მივიდა ეხა გაჩერებასთან ახალი კაცი დგა რა ეხა ორი თელაველი კაცი დგა გაჩერება შენი ჭირიმეო შილო სამშობიაროში როგორ უნდა მოუხდეო და უნდა ლო აბა მიდი მიხა მივიდა მკითხავთან მაგარი მკითხავი არისო და მივიდა და აიო ამინდა ვიციო აი როდის მოკვდები თუ გიდა თუ მეწყიო გეწყიო ხოლო ძალიან ძვირი რისო რამდენი რისო და $10,000 რამბავი $10,000 გაგიზდა რა ვქნა გენაცვალი ქილერი ძალიან ბევრსა თხოვლობ აბა კიშვადას ბიჭო მოგლეთ ერთი მდიდარი კაცია რა ფული აქვს ოხრად ბიჭო და არაფერი არაკლია რა იახტები მოკლედ ვილები ყველა ქვეყანაში სასტუმრო ცხოვრება ამისია და მეწყინა რა ყველაფერი უკვე ნახა რა აღარ შეუძლია რითი გერთვი ვეღარ გავგია რა ეგრე დაბოდიალობს რა გაიარა ბიჭო კახეთში რაღაც გურჯაანთან ახლო ფერმაა რაღაცა რა და ზედ გარეთ აწერია რომ ყავს ჟირაფი რომელიც უკრავს ვა რა ჟირაფი უკრავს შავი და თუ რა გყავთ ეგეთი მორძანი გენაცვალეო შამო შაიყვანე და ჟირაფი როიალთან აზის და უკრავს ბახი გინდა შოპენი გინდა გნიასი გააკ გნიასი მაიტა მომყიდეთო რა კაცი გაგიჟდა არა ვამე ვერ მოკიდითო გენაცვალე აი ხანი თაყვავ გაზდილო ვარიანტი არ არისო რა შანსი არ არის 1 მილიონიო არა ვერა მოკლედ 5 მილიონამდე ავიდა მიიყიდეს ეს ჟირაფი რა მიყიდა წამოვიდა თავის ქვეყანაში ჩამოვიდა დიდი ის გაშალა რაღაცა ფართი მოაწყო ეს მილიარდელები დაეპატიჟა ჟირაფი როიალზე უკრავს ხალხი შოქშია ჭუაზე არ არიან სადიშოვნე ეს არამხელს რა რაღაცა ეს თუ გავიდა რომ ეს ჟირაფიც მოიწყინდა რაღაცნაირი უნდა დაუკრა ეხლა რა ერთი თვე ორი თვე ეს ჟირაფი ჩაღონებულია ჩავიდა ისევ იმ ფერმა შაღონებული რამეო ხო არა ყავ თუ კიდე ეგეთიო რა ეს ჟირაფი ძალიან მაგარია როგორ არა ყავო კაცო ბეგემოტი ყავ მომღერალიო რა ჟირაფთან ერთად ამღერისო ჟირაფი დაუკრამს ეს იმღერებს რა ღირსო ამათი ხო იციან უკვე გადამხდელი 10 მილიონი ნაკრებ 100 არ დააკლდებაო წამოიყვანა ეს ჟირაფი უკრავს ბეგემოტი ღერის მოკლედ კიდე გნიასია კაცო დუეტია სერიოზული ხალხი ისე შოქშია და ჩავიდა აი გეხვეწებითო რა მობეჯდა ის მითხავთ ესეც ხო ეს ბეგემოტიც ჟირაფიც უკვე და როგორ ახერხებ ეხლა თვითონ უნდა რომ რამე გაზარდოი რა რაღაცა რა ვიცი ან ზებრას ვის დააკვრევინოს ვიოლინოზე რაღაცა უნდა თვითონ გააკეთო თვითონაც როქნას აი როგორ ახერხებთო რა რომ ეგრე რომ გაწუთენითო ცხოველებიო არაო ბიჭო მაგარი ვერ გეტყვითო რა ეგ არისო საიდუმლო ჩვენი საიდუმლო ვერ გეტყვითო გეხვეწებთ აი თქვენი საიდუმლო რა არის მითხარით საიდუმლო ვერ გეტყვითო წავიდა დავა და 25 მილიონიო და საიდუმლო მითხარით კარგიო მიხო მითხრა ჩვენი საიდუმლო ის არისო რომ ჟირაფი თვითონ ამ ღერის ბეგემოტი ტუჩებს აყოლებს მარტო ბეგემოტი მარტო ტუჩებს აყოლებს მაგასი ვერ არის კარგია ეხლა რახანს გურულებზე ჩამოვაგდე რა საუბარი გურული მიდის ტყეში გურულებზე რატო ჩამოვა ჟირაფი არა ანეკდოტის წეგან გურულებზე ხომ მოვყვები არა გურული მიდის ტყეში რა და უცბად დახვდა ფირალი რა ყაჩაღი დახვდა ტყეში შეუყენა ავტომატი და აბა დროზე ფული მომეციო რა გურულს არა აქვს ფული და ჩაიყო ჯიბეში ხელი ამოიღო ზესუმზი რა კარტმარტინას გამომართვი ძამა ეს გამოვართვი ახლა სანამ ფულიანი კაცი ჩამერის თავი შეიგზია მანამდე ერთი ამბავი გამახსენდა დიდი მოყე მოკლედ ეს 2000-იანი წლები რო იყო და ოპელების ჩამოყვანა რო დაიწყეს გერმანიიდან რა
თბილისთან ახლოს ყველა მიცით სართიჭალაა სოფელი 15 კილომეტრია თბილისიდან სულ და მაგ სოფელში ადრე გერმანელები ბევრი ცხოვრობდნენ სტალინის ჩამოსახლებულები ეს ქვეყანა რო აირია და გერმანელები რო დაბრუნდნენ ეს სართიჭალელები უცბად აუღეს ალღო ამ მანქანებით ჩამოყვანა რა რომ ზოგს კლასელი ყავდა ზოგს მეზობელი გერმანიაში და პირველი მანქანები ჩამამყვანები ეგენი იყვნენ ერთ სარჭალელი წავიდა რომ უნდა ოპელი წამაიღოს იქიდან არ მეეწონა არაფერი და იფიქრა რომ მოდი აი გავჩერდებიო ბერლინი გადასახვევთანო რა ვინმე ქართველი ხო გამაივლის იყიდის მანქანაცო და წამიყვანსო სინამდვილეში ვიღაცამ გამოიარა თანის პერიოდია რომ ჯერ ეგრე ერთმანეთს არ ავჭამთ ევროპაში ქართველები რა ქართველის დანახვა რო გიხარია და ქართველი ხარ ბიჭო და ესე და გააჩერა იცნო ქართველი ხარ ქართველი ვარ ახ შენ გენაცვალე ამ ბიჭმა და რაც აკეთებო აქაო აი ეს მანქანა ვერ ვიყი და იქნება ვინმეს გავყვეო დგევარ დააჯეო ძმაო წაგიყვანო დაჯეო სად მიდიხარ თბილისიო კაცო დაფიქრდა და წაწარი ვინმე სარტიჭალელი გამაიღეს ბერლინი გადასახვევთან დგეხარ თბილისამდე ბერლინზე და გერმანიაზე გამახსენდა რა ოსები არიან ბავშვობიდან ერთად მოდიან ძმაკაცები რა საბავშვო ბაღიდან მოდიან მოყოლებული სისხლი ხორცებივით არიან ისეთი ძმაკაცები ან დაიწყო სამამულო ომი ომში წავიდნენ გერმან ბრძოლობენ რა აი რა პორტა იქაც ერთად არიან სულ ერთად და ბიჭო რაღაცა იმალებიან ტყეში თუ რაღაც პარტიზანად არიან გავარ ის არის იგებენ რა რაღაცა დაინახეს ბიჭო შემოვიდნენ ამ ტყეში გერმანელები ორნი არიან დარჩე ვაიმეო всё სად დაგვერხაო კოსტა всё პარტიზან და საკამდე მოусულვართო და ეხლა და არა დაიმანო და აი კაროჩე რაქნა ეს პატარა ორმოსავით ნახა ერთმა ჩაწვა ეს ფოთლები რაღაცები გადაიყარა არას უთქავს არაფერი მეორეც რაღაცა შეძრა დაიმანო რაღაც და ანეშნერა ესენი მოდიან რაღაც ავჩარკები რაღაცა და ეს ერთი საქციელს რა ჩავლეს ქეჩოში ხეშნელა და მოღარა მოყავთ ეს და ამ 40-თან რო ჩერკოს და ამოდი დაგვიჭირეს ამოდი და მოდიან ბავშვობიდან და აბა ეხლა მიხა ცუად გახდა და წაიყვანეს სამანტყლოში და თავის ქალა ახატეს თავის კიოდა და წვინი იყო ძალიან სულგან და დაზიანებული და უცხეს რომ წვინი უნდა გამოგიცვალოთ რა დაჯდებაო შეეკითხა კაცის წვინიო $100 და ქალისა $1000 და რატო ამდენი განსხვავებაა უხმარია უქალი ნაფიქრალი არა და ის გამახსენდა რა ბავშვი რო დაებადება ხო იცი ტიპს რა ქუთუთოები რო არა აქ იცი და ექიმთან მივარო რა ესეთ პრობლემა არისო რა ბიჭი მყავსო ესეო და ქუთუთოები იცი რა არის ხა სხვა მაღაზია არ მიდისო რა და თავისივე მამაკაცური ღირსების კანი შეგვიძლია ვერ შეატყופო რა აბა თუ სხვა ვარიანტი არ არის კაი და ერთი 5-6 წლის მერე შეხვდება და რა შევა ბიჭი როგორ არის გაი გადაცარევათო ერთი პრობლემა არისო მაგრამ რა ცოტა ყურად იყურება დარაჩენი მაგარი მოტიანიო რა მაგ ექიმზე გამახსენდა ეხა თეატრში ერთი ზესტაფონელი ბიჭი ყავს რა და ჩემი მეგობარია და მომიყვა არა და ამბავი მეცნო რა და არაო 3 დღის წინ მოხდაო მამა ჩემა მომიყვაო რა პროფილაქტიკაშიო იქო ერთი მანქანის გასაკეთებლად მეცნო ერთი ის ყოფილა რაღაცა რა ვიცი ჟეშტანჩიკი თუ რაღაცა და ცალი თვალი ქონია ცალი თვალი აი გაფუჭებული რა სუ თეთრი რო არის ხოლმე ხო იცი ეს გუგა და კაკალი რო არ ჩანს და ოდნავ რო ჩა კაროჩ თეთრად რო აგ ხო კი როგორ ხო და მოუწევია ბიჭო რაღაცა საშინელება რა თან დაულევიათ რაღაცა და მოუწევია ტრახდეს დავარდა თურმე თო ცუდად გახდა რა ეს ტიპი რა და დაურეკეს სასტრაფოს რა და სასტრაფოს დაურეკეს არიქა ჩქარაო აეხლაო გახდაო კაციო ცუდად დროზეო მოდიო და მოვიდა რა ეს სასტრაფო და ეს ბიჭი გადმოსულა რა ეს წინ რა და სანამ ესე რაღაცას იღებენ რა ამან ეგრევე თვალების შემოწმება დაიწყო და მაინდა-მაინც ის თვალი ჩამოუწევია ის ატყუებს ჩეჩებალა 2 დღის კვტარიაო ეს ჩემისა ის ატყუებს ჩეჩებალა 2 დღის კვტარიაო ბიჭი რა ისახლა გახდა ცუდად რა ისახლა უცაცხალი 2 დღის კვტარიაო თვალი როგორ აბა მიხამ ტრუსიკი მიიტანა სამრეცხაოში გასა რა მიიტანა ტრუსიკი თავი და თან ქაღალდი ჩადოდა მიაწერა რა ცოტა მეტი საპონი იხმარეთ თქვენი დედა
3 დღის შემდეგ წამოიღო და სახში მოიწარა ქაღალდი დახვდა ცოტა მეტი ტუალეტის ქაღალდი იხმარე შენი დედა ერთი მოყვე კატასი პარე ჯო კაფეში შედის კატა რა ლეპტოპი კიდია ხარს კატა გაგიჟდა ხალხი კატა შევიდა ხარზე ლეპტოპი კიდია წყნარად ამოიღო ეს ლეპტოპი გაშალა და ვარ მთხოვ ერთი ყავაო შოქშია ეს ბარმენი კატა ლეპტოპი გაჩალა ელაპარაკე ენა დაება ბიჭო უკაცრავათო თქვენ ხო კატა ხართო კაცო ხო რა იყო კატა ვარო კაცო ლაპარაკობთო და მე გასაგონად არა ვლაპარაკობ ეს კატასაც ნერვები ეშო ერთი ყავა ამიტანე რო გეუბნებ ეს დაიძაბა კაცი აღარ იცის რა ქნას მიიტანა ყავა და მიუდგა და ეგრე გვერდზე უდგა და უკაცრავათო პირველად აქ ხედავთო რა არ მინახი ხართო აქამდე ხო ამ კატამ უთხრა ბიჭო აი გასაუბრებაზე ვიყავიო აი ხო რა და სამსახურს ვეძებდი უარი მითხეს შემოვედი ერთ ყავა უნდა დავლიო წავიდეო ვაიმეო ამ ბარმენ ბიძა ჩემი არისო ცირკის დირექტორიო რა მე და გასაქმე პრობლემა არ არის შეხედა ამ კატამ მაიცავ კაცო ეგ ცირკი ეგ არ არისო აი გაწვნილი ცხოველებიო და ჟონგლიორები რო დადიანო რაღაც ხო ეგ არისო აი ფოკუსნიკებიო კატამ ხო ეგ არისო კაცო მაგის დირექტორია ბიძა ჩემი შეხედა კატამ და აბა მაგათ პროგრამისტი რა ჩემ პროგრამისტი მიხა და მარო ბავშვს ასეინებენ და ვიღაცას ბალკონიდან ხელოვნურ მოვარდა და ეს უყურებენ ეს და ბავშვი ეკითხება 3 წლისა დედა ეს რა არისო და ესაო შურო შეცვა და ესაო მწერიო ფიმაკრია ჩამოვარდებოდა მაგრამ კარგი. მოკლედ, ჩემო ძირფასებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ვიცი ხა ბევრი საქმეები გაქვთ თქვენ მიპატიჟება, მოპატიჟებები და ის ჩვენი არსებული თანხა პროდიუსერის გასაგონად ვიტყვი რომ გაყავით ორივე გუნდზე და თანაბრად გადაანაწილეთ. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის დამთავრება არ გამოვა ისევ და ისევ კარგი სიმღერის გარეშე მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენ ძვირფას ტელემამყურებლებს ჩვენ შევეცადეთ რომ გაგვეხიარულებინეთ და დაგიბრუნდებით უკვე 2025-ში. აბა ჰე, კარგი.